ის ძალიან ძველი ქართული ფარდაგია, იმდენად ძველი, რომ პირდაპირ არ დაიკიდება კედელს. და გაცრეცილია სულ, აი თუ დააკვირდები ნახე. აი სულ დახეულია. აი სულ ხრელები აქვს. შეხედე ლურჯები შიგნიდან და ამიტომ ლურჯ ნაჭერზე დააკრა ფატი. და ხათუნა. ხო არაფერ შუაში არაა. მაგრამ ნახე როგორ უხდება ფრანგული სარკე. საერთოდ სხვა კამპოტიდან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ რაღაცა დიდებულია იმ ქართულ ფერებში არის რაღაცა ძალიან დიდებული. ერთხელ მითხრა რეზო გაბრიაძემ რომ სიმყუდროვე ყველას არ გამოსდის. შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, დიდებულიც, საუკეთესოც, მაგრამ მყუდრო არ იყოს. ხო და აი მაგაში არის რაღაცა მარცვალი ემოციის. ემოციას უნდა გრძნობდეს ადამიანი და მაშინ გამოვა მყუდრო. მყუდროვებული. ძალიან შენი, საკუთარი. აი მაშინ გამოდის ეგ რაღაცა რო ეხება ძაფებს, აი მაშინ და არასდროს არ უნდა შეგწხვეს შენი თავი. შენი თავი უნდა ძალიან გიყვარდეს. შენი თავი, შენ თავს უნდა უფრთხილდებოდე და შენი თავი როგორიცა ისეთი უნდა გიყვარდეს. ნაკლოვანებებიანად. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებებზე უნდა ეცადოს ადამიანმა რომ გამოასწოროს, მაგრამ შენი თავზე უკეთესი შენ არ უნდა გებადოს. შენი თავი უნდა მიიღო, შეიყვარო და აი მაშინ სხვისთვისაც გახდები. მაშინ გამოგივა რაღაცები, ისე რომელიც სხვასაც შეიძლება არქებს. ჩემი თეორია შეიძლება ვწდები. ბუნებრივი ქართული ფერებია. აი სულ დაძენძილია ნახე. მაგრამ ძალიან მომწონს. და ვუფრთხილდები და ვუვლი. და ეს სარკე ამას აძლევს დიდებულებას თუ ის აძლევს ამას დიდებულებას, ახლა მაგი გავარკვიოთ. ძნელი დასადგენია. ეს რაღაცა ჭაღის ნაწილი იყო. ცოტა მოწყენილია, მაგრამ კეთილია. ფარდაგი ახალია, არ მქონდა, მე არ მქონდა ეს დიდი ხანი არ მქონია ახალი. ძალიან ლამაზი ფერები კია.